როდის შეუძლია მსჯავრდებულს სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა? სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას თავისი წინაპირობები აქვს. იმისთვის, რომ მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან პირობით ვადამდე გაათავისუფლონ, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულისთვის არანაკლებ 2/3, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ვადის არანაკლებ 3/4. პირობით ვადამდე გათავისუფლების განხილვისთვის მსჯავრდებულს უკვე მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის სულ მცირე 6 თვე. როდესაც მსჯავრდებული ამ ვადას აღწევს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საკითხის გამხილველ საბჭოს შუამდგომლობით მიმართოს და ამის შესახებ აცნობს ეს მსჯავრდებულსაც. ეს წესი არ ვრცელდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებზე. როდის შეიძლება სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიცვალოს? პირობით ვადამდე გათავისუფლების გარდა შეიძლება დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს. გადაწყვეტილების მიღების საბჭოსთვის მიმართვის უფლება აქვს როგორც თავად მსჯავრდებულს, ისე მის ადვოკატს ან კანონიერ წარმომადგენელს. საბჭოს შეუძლია სასჯელის დარჩენილი ნაწილი პატიმარს შეუცვალოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში ჩადენილ დანაშაულს, პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს. მსჯავრდებულს, ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს აქვთ უფლება საბჭოს მიაწოდოს დამატებითი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო უარს ეტყვის მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის მსუბუქი სასჯელის შეცვლაზე, მას უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს სასამართლოში.